ზურგი სულ გამონაყარით მაქვს დაფარული, ზაფხული მოდის და ღია მაისურების ჩაცმის მერიდება. გონია რომ ყველას ეზიწყება ჩემი დანახვა. როგორ მოვიქცე? ეს არის ანონიმური წერილების 21 ეპიზოდი და დღეს კანის მოვლის ტრენერი მარიამ ივანიაძე უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ზურგის აკნე და დარწმუნებული ვარ, ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონია ერთეული გამონაყარი. ზოგადად, როდესაც ხდება ცხიმის ჭარბად გამოყოფა, არის იმის მაღალი რისკი, რომ ფორები დაიხშოს და განვითარდეს გამონაყარი. და რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზები? მაგალითად არასწორი ჰიგიენა, თავის მოვლის პროდუქტები, თმის მოვლის პროდუქტები, ჰორმონები, მედიკამენტები, აგრეთვე მჭიდროტანის ამოსი, ჭარბოფლიანობა და სხვა მრავალი. და აგრეთვე ყველაზე მთავარი არის გამონაყარის ხელით სწვალება, რაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ზურგის აკნეს. ამიტომ აუცილებელია, რომ პირველ რიგში გამომწვევი მიზეზი დაადგინოს ექიმმა. და პროდუქტის შეჩევისას რომელიმე კონკრეტულ ინგრედიენტებს ხო არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, ან რომელიმე კონკრეტულ პროდუქტს ხო არ გავუწევდი რეკომენდაციას. ამ დროს ეფექტურია ბენზოლის მჟავის დასაბანები, აგრეთვე ალფა და ბეტა ჰიდროქსიმჟავების შემცველობით სხვადასხვა დამატენიანებელი თუნდაც კრემების ან სპრეების გამოყენება. მაგალითად, ეს არის სხეულის სპრეი, რომელიც PSP-შია, შეიცავს ისეთ აქტიურ ინგრედიენტებს, რომელიც გვეხმარება ცხიმიანობის დარეგულირებაში და აქვს აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ეს პროდუქტი მსუბუქი აკნეს დროს გამოიყენება დილას საღამოს და განსაკუთრებით ზაფხულში თუ დაიწყებთ მის გამოყენებას, აუცილებელია, რომ მის შემდეგ მზისგან დამცავი გამოვიყენოთ, რომ არ დაგვრჩეს სხეულზე ლაქები და აგრეთვე არ გამწვავდეს გამონაყარი. მადლობა დიდი. მადლობა.